მე ყოველთვის ვამბობ, რომ კატები არის სახეობა, რომლებიც თითქოს ევოლუციას არასოდეს ბეზრდება. ჩვენ მათ დღესაც ვხედავთ ყველგან, მაგრამ საოცარია ის, რომ კატის მაგორი სხეულის ფორმა ბუნებამ არაერთხელ შექმნა სხვადასხვა ეპოქასა და კონტინენტზე. როცა ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი სახეობები ბოლოს ძალიან გვანან ერთმანეთს, ეს არის კონვერგენტული ევოლუცია. ბუნებრივი გადარჩევის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი შედეგი. პრინციპი მარტივია. თუ სხვადასხვა ცხოველი ერთნაირად ცხოვრობს, ან მსგავს გარემოში ცდილობს გადარჩენას, ბუნებას ისინი ერთნაირ ფორმამდე მიჰყავს. ეს არ არის ხუმრობა, ეს არის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება, რომელსაც გარემო კარნახობს. ეს მოვლენა კარგად ჩანს როგორც პრეისტორიული ეპოქების ნამარხებში, ასევე თანამედროვე ცხოველებთან შედარებისას. სხვა ჯგუფებშიც იმდენჯერ გამეორდა, რომ უკვე ქონია რამდენიმე ვერსია კუს, ნიანგის და თხუნელის, თითოეულად განახლებული სხვადასხვა დროსა და ადგილას. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორია სწორედ კატის მაგვარი არსებების გამეორებაა. ბუნებას რამდენჯერმე აქვს შექმნილი ცხოველები, რომლებიც გარეგნობითაც და ქცევებითაც ძალიან გვანან ერთმანეთს. სანამ ამ ფენომენს დეტალურად განვიხილოთ, მინდა მოკლედ გითხრათ, რა არის ის ძირითადი ბუნებრივი პრინციპი, რომელმაც კატას თავისი ფორმა აჩუქა. მტაცებელი, რომელსაც ესაჭიროება სწრაფი რეაქცია, მოქნილი სხეული, ძლიერი ნესტოები და ჩასაფრება, ევოლუციურად ხშირად მიედინება ერთსა და იმავე კატისთვის დამახასიათებელ ნიშანთა კომბინაციამდე. ამ ვიდეოში კი ჩვენ ნახავთ, როგორ შეიძლებოდა კატის ფორმა განმეორებულიყო სრულიად სხვადასხვა ცხოველებში, რომლებიც ერთმანეთთან არც იყვნენ ნათესავები, მაგრამ ცხოვრობდნენ ისე, რომ საბოლოოდ ერთნაირი გზით განვითარდნენ. კატები ეკუთვნის ოჯახს Felidae, რომელიც კარნივორების ერთ-ერთ დიდ თოთს, ფელიფორმებს მიეკუთვნება. მეორე ტოტი, კანიფორმები, მოიცავს ძაღლებს, დათვებს, სკუნქებსა და თევზებზე მოწყობილ მტაცებლებს, როგორიცაა სელაპები. ფელიფორმებს შორის არიან კატები, ჰიენები, მანგუსტები და რამდენიმე უკვე გადაშენებული ჯგუფი. კატები, როგორც ცალკე სახეობა, ოლიგოცენში გამოჩნდნენ. ყველაზე ძველი ცნობილი წინაპარი პროაილურუსი, პატარა ხეზიმცოცავი მტაცებელი იყო, რომლის ნაშთებიც ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გვხვდება. ამ პერიოდის ნამარხები ძალიან ცოტაა, ამიტომ კატების ადრეული ევოლუცია ბოლომდე გამოკვეთილი არ არის. თუმცა გენეტიკური კვლევები ემთხვევა იმას, რაც მცირე ნამარხები გვიჩვენებს. სწორედ ამ ფანჯარაში იბადება ნამდვილი კატების ხაზი. პროაილურუსის შემდეგ მიოცენში ჩნდება ფსეუდაელურუს, ჯგუფი, რომელიც ერთ სახეობად არ არის ჩამოყალიბებული, არამედ კატების რამდენიმე ადრეულ ფორმას აერთიანებს. მათი ზომა მელიიდან დღევანდელ პუმამდე მერყეობდა და სავარაუდოდ ხეზე ცხოვრებას მისდევდნენ. ყველა თანამედროვე კატა სწორედ ამ ჯგუფიდან ან მის მსგავს წინაპართა ხაზიდან წარმოიქმნება. ამ ტოტიდან ერთმა ხაზმა წარმოშვა მაქაეროდონტინები. ფსევდოელურუსის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც უფრო გრძელი ზედაკბილები ჰქონდა, რაც ევოლუციის პირველი ნაბიჯია. ყველაზე ძველი დადასტურებული მაქაეროდონტინი არის მიომაჩაეროდუს. დროთა განმავლობაში ამ ჯგუფმა წარმოშვა ისეთი სახეობები, როგორებიც იყო ხმისკბილა ჰომოთერიუმი, დინოფელიზი და ყველაზე ცნობილი სმილოდონი, რომელიც ბუნებიდან მხოლოდ ყინულოვანი ხანის დასრულების შემდეგ გაქრა. საინტერესოა, რომ ხლის მაგვარი კბილები ბუნებაში არაერთი ჯგუფს გაუჩნდა დამოუკიდებლად, რაც კონვერგენტული ევოლუციის ბრწყინვალე მაგალითია. მაქაეროდონტინების გარდა თანამედროვე კატები იყოფიან ორ დიდ ჯგუფად: პანთერინებად, ლომები, ვეფხვები, იაგუარები, ლეოპარდები და თოვლის პანთერები და ფელინებად, სადაც შედის ყველა სხვა ცოცხალი სახეობა. მათი საერთო წინაპარი აზიაში ცხომანტიკი ცხოვრობდა და შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელდა. ადრეული ფელიდები პირველი კატისმაგვარი მტაცებლები არ იყვნენ. კატების გამოჩენამდე ბევრად ადრე არსებობდა ძუძუმწოვრების რამდენიმე ძველი ჯგუფი, რომლებიც დამოუკიდებლად განვითარდნენ კატისმაგვარ ფორმებად. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითია ოჯახი ოქსიენიდე, რომელიც პირველად ჩნდება ნამარხებში დაახლოებით 49 მილიონი წლის წინ. სულ მცირე ხნის შემდეგ, რაც დინოზავრები გაქრნენ. ოქსიენიდე კარნივორას წარმოადგენლები არ იყვნენ. იმ ჯგუფისა, სადაც შედიან თანამედროვე კატები, ძაღლები, დათვები და სელაპები. ისინი სრულიად დამოუკიდებლად განვითარდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი საოცრად გავდა კატებს. თავდაპირველად ისინი პატარა, კუნთიან, წყლის ვირთაგვის მსგავსი მტაცებლები იყვნენ. მაგრამ მოგვიანებით ისეთი სახეობები, როგორიცაა ფატრიოფელის, თვითიანიდან 46 მილიონი წლის წინ, უკვე იაგუარის ზომას აღწევდნენ და კიდევ უფრო კატისმაგვარები ჩანდა. ფატრიოფელის ჰქონდა მოკლე ფეხები, გაწელილი სხეული და ალბათ ხმელეთზე მცხოვრები ჩასაფრებით მონადირე იყო. მას ფართო მოქნილი წინაკიდურები და რაც თავარია, სპეციალიზებული კბილები ჰქონდა. ეს მაკრატელივით მოქმედი კბილები თვითამლესავი ბასრებით ხორცს საოცრად ეფექტურად ჭრიდა. ხოლო ოქსიენიდემ საკუთარი უნიკალური ვერსია შექმნა, რაც კიდევ უფრო კატისმაგვარად აქცევდა მათ. სხვა გამორჩეული წევრია დიეგო ელურუს, კალიფორნიიდან. ეს იყო მაჩეორიდინების ჯგუფის ოქსიენიდი,
რომელსაც სმილოდონის მსგავსი კბილები ჰქონდა. საინტერესოა, რომ სწორედ ისინი არიან ხმალკბილა ძუძუმწოვრების ყველაზე ძველი ცნობილი წარმომადგენლები. ოქსიაენიდეის სხვა წარმომადგენლებია ფალეონიქთის, რომელიც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობდა, ხოლო ჯგუფის უდიდესი სახეობა იყო სარკასტოდონი, მონღოლეთიდან. სარკასტოდონის წონა შესაძლოა 800 კილოგრამამდე აღწევდა და სიგრძე 3 მეტრამდე. მას ჰქონდა უზარმაზარი ქალა, რომელზეც აშკარად ჩანდა როგორც ძვლის ჩახრეთის, ასევე ხორცის გლეჯვის ადაპტაციები. ოქსიაენიდეებთან ახლო ნათესაობაში იყვნენ ჰიაენოდონტები. კიდევ ერთი ჯგუფი, რომლის რამდენიმე სახეობაც კატის მაგორ ფორმებს ჰგავდა. სახელის მიუხედავად, ჰიაენოდონტებს ჰიენებთან არანაირი ნათესაობა არ ჰქონდათ. არც მათი ძუის მსხვევის უნარებს იზიარებდნენ. სინამდვილეში მათი უმეტესობა უფრო ძაღლს ჰგავდა. ჰიაენოდონტები შთამბეჭდავი მტაცებლები იყვნენ და ოქსიაენიდეებზე ბევრად უფრო დიდხანს არსებობდნენ. ისინი გადაშენდნენ დაახლოებით 9 მილიონი წლის წინ, მაშინ როცა ოქსიაენიდე გაქრა 40 მილიონი წლის წინ. და მსგავსად სხვა მტაცებელი ძუძუმწოვრებისა, ჰიაენოდონტებმაც დამოუკიდებლად განივითარეს საკუთარი კარნასიული კბილები, რომლებიც ხორცის დასაჭრელად იყო სპეციალიზებული. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეობაა სიმბაკუბა, რომლის სახელიც დიდ ლომს ნიშნავს. ის 22 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა კენიაში და თანამედროვე ლომზე გაცილებით დიდი იყო. ნამდვილი ჰიპერმტაცებელი. სავარაუდოდ მისი ეკოლოგიური ნიშა სრულიად განსხვავდებოდა დღევანდელი აფრიკული დიდი კატებისგან და ის ნადირობდა უძველეს გიგანტურ სპილოს მაგორებსა და მარტორქებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქალას ფორმა ნამდვილ კატებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, სიმბაკუბა კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესო წარმომადგენელია ჰიაენოდონტების ჯგუფში. კატების ევოლუციამდე გაცილებით ადრე არსებობდა კიდევ ერთი კატისმაგვარი ძუძუმწოვრების ხაზი ნიმრავიდები, რომელსაც ხშირად ცრუ საიბერკბილა კატებს უძახდნენ. ირონიულად, რადგან ისინი უფრო ადრე ცხოვრობდნენ, შეიძლება მათ ნამდვილი ხმალკბილა კატები ეწოდათ. ნიმრავიდები პირველად ჩნდებიან 40 მილიონი წლის წინ ჩრდილოეთ ამერიკაში და ევრაზიაში. მათი მრავალი სახეობა საოცრად გავდა კატებს, როგორც სხეულის ფორმით, ისე ქალას ანატომიით, რის გამოც პალეონტოლოგებმა თავდაპირველად ისინი ფელიდეების ოჯახში შეიყვანეს. თუმცა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებები, ქალის ხველების სპეციფიკური ფორმა, სრულიად განსხვავებული შიდა ყური და პლანტიგრადული სიარული, ნათლად აჩვენებს, რომ ისინი დამოუკიდებლად განვითარდნენ. მათი კბილებიც უფრო კონუსური იყო და ნაკლებად გაბრძელებული, შედარებით ნამდვილი ხმალკბილიანი კატების კბილებთან. ნიმრავიდების ზომით მერყეობდნენ სახლში მცხოვრები კატიდან ლომის ზომამდე. მათ შორის იყვნენ ჰოპლოფონეოზი ჩრდილოეთ ამერიკიდან და კვერცილურუსი საფრანგეთიდან. ისინი ძირითადად ჩასაფრებით მონადირეები იყვნენ და ნადირობდნენ გადაშენებულ ჩლიქოსნებზე, ადრეულ ცხენებზე და მარტორქის ნათესავებზე. ნიმრავიდები ჩრდილოეთ ამერიკაში გადაშენდნენ დაახლოებით 26 მილიონი წლის წინ, რის შედეგადაც წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული კატების ხარვეზი, დაახლოებით 7,5 მილიონი წლის პერიოდი, როცა კონტინენტზე არც ერთი კატისმაგვარი მტაცებელი არ არსებობდა, სანამ ფელიდები ევრაზიიდან 18,5 მილიონი წლის წინ არ გამოჩნდნენ. ამჯერად კონვერგენცია სრულიად უდავოა. მარსუპიალების ნათესავებში განვითარდა ისეთი ნიშნები, რომლებიც საოცრად გავდა კატებს. მარსუპიალები, კენგურუები, კოალები, პოსუმები და სხვები პლაცენტურ ძუძუმწოვრებს 100,000 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ გამოუჩნდნენ, რაც ამ მოვლენას კონვერგენტული ევოლუციის გამორჩეულ მაგალითად აქცევს. საუბარია ჯგუფზე, რომელსაც სპარასოდონტები ეწოდება, გადაშენებული მარსუპიალების ახლო ნათესავები. მათ შორის ოჯახმა თილაკოსმილიდები წარმოშვა რამდენიმე სახეობა, რომლებიც საოცრად კატისმაგვარად გამოიყურებოდა. თილაკოსმილიდები ჩნდებიან 21 მილიონ წლის წინ და გადაშენდნენ 3 მილიონ წლის წინ სამხრეთ ამერიკაში, კონტინენტზე, სადაც სპარასოდონტები დომინირებდნენ და რომლებმაც დამოუკიდებლად განივითარეს მგელის, ჰიენას და კატისმაგვარი ფორმები. ყველაზე ცნობილი სახეობაა თილაკოსმილუს ათროქს, არგენტინიდან, 7-დან 3 მილიონ წლის წინ, ზომით იაგუარს ტოლი მტაცებელი. მას ჰქონდა გრძელი კბილები, კატისმაგვარი ტანი და ქვედა ყბაზე დიდი დანამატები, ბარბუროფელიდების მსგავსად. თუმცა თილაკოსმილიდებს მრავალი განსხვავებაც გააჩნდა. უნიკალური ქალა, გუმბათოვანი ზედა ყბის ძულებით, მუდმივად მზარდი ეშვებით და ისეთი ფორმის კბილებით, რომლებიც ნამდვილი საიბერკატების კბილებს არ გალდა. მას 10 კარნასიული კბილები ჰქონდა, ჰქონდა შემცირებული საჭრელები და ზოგადად პატარა კბილები. ანატომიაშიც იყო როგორც მსგავსებები, ისე განსხვავებები. მას ჰქონდა გრძელი, ძლიერი კისერი, საიბერკატების მსგავსად, მაგრამ არ ჰქონდა თანამედროვე კატის მსგავსი ბრჭყალები და ჰქონდა უფრო მოკლე მასიური კიდურები. წინა კიდურები ნახევრად დიგიტიგრადული იყო, ხოლო უკანა პლანტიგრადული. მისი ჩონჩხი მიუთითებს, რომ მას შეეძლო ორსაფეხურიან პოზაში დგომა, გარკვეულწილად დათვის მსგავსად მოქცევაც კი. ძველი თეორიები მას სუპერხმალკბილიან მტაცებლად აღწერდა.
აქამდე მხოლოდ ძუძუმწოვრებზე საუბრობდით, მაგრამ ეხლა მოდის ჭეშმარიტი სიურპრიზი. კატის მაგვარი ნიანგი. არსებობდა კუდიანთა ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სახელად პაკასუკუსი, რომელსაც საოცრად კატის მაგვარი თავის ქალა და კბილები ჰქონდა. პაკასუკუსი ცხოვრობდა დაახლოებით 70 მილიონი წლის წინ, თანამედროვე ტანზანიის სამხრეთ-დასავლეთში. ის იყო პატარა, მთლიანად ხმელეთზე მცხოვრები ქვეწარმავალი, დაახლოებით 9 მეტრის სიგრძის. თავის ქალა მოკლე და განიერი ჰქონდა, ძლიერი ქვედაკბით და უჩვეულო ძუძუმწოვრებისთვის დამახასიათებელი განსხვავებული ტიპის კბილებით. 3 სხვადასხვა ფორმით, ნაცვლად ნიანგებისთვის ჩვეულ ერთნაირი კბილების. თავის წინ გამოხატული ჰქონდა კბილები, რომლებიც ძუძუმწოვრების ეშვებს წააგავდა. შემდეგ მოდიოდა პრემოლარების მსგავსი კბილები, ხოლო უკან მოლარების მსგავსი ფართო კბილები. ეს კბილები იმდენად გავდა ნამდვილი ძუძუმწოვრის კბილებს, რომ ცალკე ნაპოვნი მარტივად შეიძლება პალეობიოლოგს ძუძუმწოვრად მიეჩნა. სავარაუდოდ მათი ფუნქციაც იგივე იყო, ხორცის დაჭრა. მისი დაბალი მოკლე თავის ქალა, წაგრძელებული სხეული და გრძელი კიდურები პაკასუკუს რეპტილიურ კატას ამსგავსებდა. თუმცა ამავდროულად მას ჰქონდა მძიმე, ძვლოვანი კუდის ჯავშანი, ოსტეოდერმები, რაც ძალიან უცნაურ კონტრასტს ქმნიდა მის წვრილ ხტარ და მოდივდივე სხეულთან.